მაყურებელო, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა წმინდა მოციქული სიმონ კანანელი. საქართველოს სამოციქულო ეკლესია უხუცესია ეკლესიათა შორის. უხუცესია იმიტომ, რომ იესო ქრისტე ნაზარეველის ჩვენი უფლის ამაღლების სულ რამოდენიმე წლის შემდეგ დაარსდა. სამოციქულოა იმიტომ, რომ თავად მოციქულის დაარსებულია. იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქულებმა ყარეს კენჭი ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. კენჭის ყრაში მონაწილეობის მიღება ითხოვა ჩვენმა მარადის ქალწულმა დედა ღვთისმშობელმა მარიამმა, რომელსაც წილად ერგო საქართველოში ქადაგება. ის ვეღარ მოდის საქართველოში საქადაგებლად და თავისი კურთხევით აგზავნის ანდრია პირველწოდებულს. ანდრია საქართველოში სამგზის შემოდის. მესამე შემოსვლაზე მას შემოჰყვა მოციქული სიმონ კანანელი და მატათა. უნდა დავძინო აქვე, რომ საქართველოში სხვა მოციქულებიც არიან შემოსულები, ესენი არიან ბართლომე, თადეოსი და პეტრე. ჩვენ კი დღეს ვსაუბრობთ მოციქული სიმონ კანანელის ღვაწლზე. სიმონ კანანელი არის კანადან. სახელიც იქიდან შეერქვა. იგი არის დამწიდვნელი წმინდა იოსების ძე, რომელმაც აღზარდა ჩვენი უფალი იესო ქრისტე. სიმონი და იესო იზრდებოდნენ ერთად. სიმონს, როდესაც მოუვიდა დაოჯახების დრო და ოჯახმა დააქორწილა, ამ ღონისძიებაზე, სუფრაზე დააკლდა ღვინო. ეს გასაკვირიც არ იყო, იმიტომ რომ ოჯახი ფინანსურად არ იყო შეძლებული და თან ქორწილის ღონისძიება იმ პერიოდში 7 დღის მანძილზე გრძელდებოდა და შესაძლებელი იყო იოლად ღვინის დაკლება. მარადის ქალწული მარიამი იესოს თავის ძეს სთხოვს ოჯახის ამ უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანას. იესო დედას მიუგებს, რომ მისი ჟამი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ოჯახს მაინც ეხმარება. ის თავის მოწაფეებს, რომლებიც გვერდზე ახლდნენ, სთხოვს კასრები გაამსონ წყლით. მოწამფეებმა იქვე მდგარი 6 კასრი წყლით აამსეს. იესო ამ წყალს გადმოასხავს ღვინის ჭურჭელში და ეს იქნება მირთმეული სტუმრების პატივსაცემად სუფრაზე. თამადა სადღეგრძელოს იტყვის და შესვამს სასმისში მდგარ სითხეს. იგი ამბობს შემდეგ, რომ საერთოდ ოჯახი პირველ რიგში სუფრაზე მიიტანს კარგ ღვინოს და შემდეგ ჩვეულებრივს. ამ ოჯახში ჯერ კარგი ღვინო მოიტანეს და ეხლა კი საუკეთესო. რაც მიანიშნებს იმის შესახებ, რომ იესო ქრისტემ კასრში ჩასხმული წყალი ღვინოდ გადააქცია. ეს იყო იესო ქრისტეს პირველი სასწაული. მანამ დედა ღვთისმშობლისა და დამწიდვნელი იოსების გარდა იესოს ღვთაებრიობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამ სასწაულმა დიდი დაფიქრება
მოიტანა ხალხში. მას დიდი დატვირთვა ჰქონდა. პარალელია გასავლები, როგორც ჩვენი წმინდა მამები ამბობენ, რომ წყალი იესომ გადააქცია ღვინოთ, რომელიც წყალივით პირდაპირ კი არ ამოდის მიწიდან, არამედ ვაზია და სარკველი, განსაზღვრული დრო არის საჭირო ნაყოფის მოსასვლელად. შემდეგ გასასხვლელია შესაყელი, შესაფურჩნი, შესაწამლი. მას ესაჭიროება მოკრეფა, დაწურვა, გაქაჩვა, დამაჭრება და შემდეგ დადგება ღვინოთ. აი ამდენი მთელი რიგი პროცესია საჭირო ღვინის დასაყენებლად. წმინდა მამები ამბობენ, რომ ზუსტად აი ესია დაბადებული ადამიანი თავიდან სულიერად ახლიდან დასაბადებლად, ახალ ადამიანად დასაბადებლად, რომელიც ვალდებულია სულიერი ბრძოლისა და მის შედეგად განღმრთობისა. სიმონი ამ სასწაულს აი ამ მხრიდან იზიარებს. იგი მიიღებს იესოს ზებუნებრივად, აი ისე იმ ჟამისთვის მას აღქმა როგორც შეეძლო. ამ სასწაულმა ისე იმოქმედა სიმონზე, რომ იგი ტოვებს თავის ოჯახს, ახლად შერთულ მეუღლეს, მშობლებს და მისდევს იესოს. მისდევს იესოს როგორც მოწაფე უფალს. ამის შემდეგ ანდრია მესამედ როდესაც შემოდის საქართველოში, შემოჰყვება მას, როგორც თავში ვთქვით, სიმონი და მატათა. ისინი ერთად შევლენ აფხაზეთში. ანდრია მიდის ჯიქეთს, ქვეყანასა ჯიქეთს და სიმონი აფხაზეთში რჩება ხეობაში. სიმონი ამ ხეობაში ჩადის თოკით. ეს ის პერიოდია, როდესაც რომის გარნიზონი იდგა საქართველოში. მიუხედავად ჩვენი ცუდი ურთიერთობისა, არასახარბიელი ურთიერთობისა, ისინი მაინც მისიონერებდნენ საქართველოში. რომის იმპერიის მესვეურები სასტიკად უსწორდებიან ხალხს, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობს. სიმონ კანანელს იქ მოუწია ორმაგი შრომა, ერთი დიპლომატიური მიდგომა რომაელებთან და მეორე ქადაგება ისეთ წარმართ ხალხში, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობას მისდევდნენ და კერპს სწირავდნენ არა მარტო ცხოველს, არამედ ჩვილ ბავშვებსაც. სიმონს რომაელები არ პატიობენ ხალხის გაქრისტიანებას, ხალხში ქრისტიანული წესჩვეულების დამყარებას, ახალი კულტურის შეტანას. სიმონ კანანელს რომაელები ქვებით ჩაქოლავენ. იგი დაკრძალეს ნიკოფსიაში, ქართლის ცხოვრების თანახმად. საქართველოში გარდაიცვალა ასევე წმინდა მოციქული მატათა, რომელიც დაკრძალულია გონიოში.